გამარჯობა. მე რატი ვარ მუჯირი ჟურნალისტი და ბატონ თავარსერჟანტ თორნიკე თვარაძესთან ერთად ვიწყებთ ჯარზე, ქართულ ჯარზე ლაპარაკს. ჩვენ თვალიდან ნახ ჯარზე, ჩვენთან ნახ ჯარზე, მე როგორც დამკვირვებელი, თორნიკე როგორც თვითმკვლელი. დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, აქ გილოცავ. ასევე განს გილოცავ. სხვათა შორის სულ მოსამზადებელ პერიოდში პერიოდში ვიფიქრე და გამომჩა თადარიგის ოფიცერი გამიგია. აი მივანიშნოთ რომ მოხდი. მას დაიწყო მათაცო. თადარიგის ოფიცერი გამიგია. სერჟანტზე როგორ ვამბობ? თადარიგის სერჟანტი. ხო, ჩვეულებრივ, წოდება ხო არის მთავარი სერჟანტი, სერჟანტი რასაც დატოვებითაც დატოვებ, რა წოდებითაც, რაც გავს წოდება, იმის თადარიგი ხარ, ანუ ეს რო ვთქვათ, იმ წოდებით ხარ თადარიგში. მარტივად ასე ვთქვათ. ამიტომ როცა ჯარში ხარ ბატონო მთავარო სერჟანტო, ზეგარაზე ჩაუბრუნდით დასაწყისში კადრამდე და არის ჩვეულებრივი წოდებითაც მიმართავ რა, ეგ არის მარტივად. მთავარი სერჟანტი, თადარიგის მთავარი სერჟანტი. რატი მუჯირი ჟურნალისტი, თორნიკე მთავარი სერჟანტი. და როგორც გითხარით, სერიებად იქნება ჩვენი პოდკასტი და იქნება ჯარზე, მის ისტორიაზე, როგორ შეიქმნა და გამოწვევების წინაშე იყო, როგორ დაძლია ეს გამოწვევები, დღეს რა მდგომარეობაში ვარ, დღეს რა გამოწვევებია და ამ ყველაფერზე ვესწრებით. ვისაუბროთ დღეს, რა თქმა უნდა, დღევანდელი დღიდან გამომდინარე დამოუკიდებლობის დღე და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე თან შემთხვევით არ ხდება, ხო, დავამტყუეთ სპეციალურად ამ დღეს ძალიან სიმბოლურად. და ვიწყოთ პრინციპში მაშინდელი 26 მაისი რაღაცა პროექტზე მუშაობდი და ესეთი ფრაზა სწავლაცვლი გენერალ კრაინტაძის. ერი რომელიც არ იბრძვის თავისუფლებისთვის, არცა ღირსი ამ სახელის ტარების. ზოგადად ჩემთვის თავისუფლება მართლა არის ის, რის გამოც ცხოვრება ღირს რა. და შეიძლება სამოქალაქოები ცოტა რაღაც უცნაურად უყურებდეთ, იმიტომ რომ რაღაცა ყოველდღურად არ გვიწევს იმის გაანალიზება, რომ სიკვდილი არსებობს და აქვე არის რა და ხშირად არ ჩაგუხდეთ ხოლმე და შენი აზრი მაინტერესებს რა თავისუფლება არის რაღაც ისეთი, რასაც სასწორზე დადებ და მეორე ფინაზე რამეს დავდე, რამე ეთანაბრება თავისუფლებას. თავისუფლება მართლა არის ეს ერთადერთი შეშმარიტების გამოცდების. ძალიან ისე შეგვიძლია დავუწყოთ ამაზე საუბარი, პირველ რიგში მეც მადლობა. ესე იგი გილოცავ დღევანდელ დღეს და ძალიან მნიშვნელოვანია, სიმბოლურია, თემატურია და სიმბოლურიც არის რომ რამდენიმე წლის წინ ვთქვათ ამ თემაზე საუბრობდი, როცა ანუ 100 წლის თავი იყო ჩვენი ამ დამოუკიდებელი რესპუბლიკის, ასე ვთქვათ, პირველი რესპუბლიკის, რაშიც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა გენერალ კრაინტაძემ. მაგდევიზით, რომ თავისუფლება არის მნიშვნელოვანი და ამას ამბობდა მაშინ, როცა თავისუფლების ხსენებაც შეიძლება ცოტა ისეთი სარისხო ყოფილიყო და არა ის როგორც შეიძლება დღეს თავისუფლად თქვათ. მაშინ სხვა იყო, სხვა ფასიც ჰქონდა. კითხვას რაც შეეხება, მგონია რომ ეგ კითხვა სხვადასხვანაირად სხვა ხალხმა და ერმა შეიძლება გაიგოს, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ქართველებს სხვა ფასი გვაქვს თავისუფლების ვიცით დარწმუნებული ვარ, რომ არავის შეიძლება არ ჭირდებოდეს ამის ახსნა თუ რა ფასი აქვს ჩვენს თავისუფლებას. ამ შემთხვევაში ჩვენ თუ ქართველებს დაუსვამთ კითხვას თავისუფლად შეიძლება თუ არა დაიდოს რაიმე სხვა გაიცვალოს თუ არა სხვა რაიმეზე ეჭვი მეპარება სხვა პასუხი მივიღო. მასიურად ვიძახი მე ჩვენ თქვენ აზრს და პულისერმაში რაც გაგვაჩნია. რა თქმა უნდა, პასუხი არის არა, თავისუფლება არის რაც აძლევს ქართველს, მე ესე მგონია, ესე იგი კომფორტს, რომ იყოს ადამიანი, რომელიც არ იქნება დაჩაგრული, არ იქნება ვიღაც აზრის ქვეშ, ყოველ შემთხვევაში ძალდატანებული აზრის ქვეშ არ იქნება და შეიძლება გააზრებულად ვიღაცას ან რაღაც აზრს ემსახურებოდეს, რაც მისთვის ეს თავისუფლება არის. ნუ ეხლა შეგვიძლია გავშალოთ რა თქმა უნდა, მაგრამ არც არავის არ ვასწავლით თავისუფლება რას ნიშნავს. პირდაპირ კითხვას ვიღებ და პასუხობ ჩემთვის. ზოგადად თქვათ, რომ ჩვენ აქ ამ პოდკასტში არავის არაფერს არ ვასწავლით. ჩვენს აზრებს უზიარებთ ერთმანეთს და მაყურებელს და არ გვაქვს პრეტენზია, რომ ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტება, თუმცა ჩემს ხოლ რასაც ვამბობ, ჭეშმარიტად წამს, რომ მართლაც ვამბობ. ხო, მეც ჩვენ საუბარი მაგაზე იყო ზოგადად, რომ ამ ვისაუბროთ ჩვენ რა ვნახეთ და რა გზები გავვიარეთ თავდაცვაში. მე მრავალწლიანი თითქმის 20 წლიანი მსახურის შემდეგ წამოვედი თავდაცვიდან, წამოვეწოდა ესეთ ნათქვამია, მაინც მთელი სულდაგურთი ვარ და ჩემი მთელი
სამეგობრო თუ ოჯახი ყველა მაგ ჰაერით სუნთქავ დღემდე, იგივეა მე შემიძლია თქვა რატიზე, იმიტომ რომ რატი გავიცანი მან ორივე პატარები ვიყავით ასაკით ესე რომ ვთქვათ და რატი პირდაპირ უყურებდა ამ ყველაფერს მე უშუალოდ ჩართული ვიყავი და ასე ვთქვათ ჩემი როლი მქონდა. ხო და როცა ამაზე დავიწყეთ საუბარი ზოგადად ეგ იყო რომ ჩვენი აზრით ეგ იყო რომ მოდი ვთქვათ რა ნახეთ მე ჩემი მხრიდან შენი პროფესიული გზიდან დაამატებით და ასე ვთქვათ მისცემდი ფორმას ამ ყველაფერს. და ვთქვით რომ რაც მე არ მიყვარს და დაემთხვა ჩვენი ფიქრები რომ არ ვილაპარაკოთ რაღაც ესე ოფიციალურად ამ პირიქით მოყვეთ ისე როგორც ჩვენ მე და შენ საუბრობთ ან ერთმანეთში ან მეგობრებთან ყვებით რაღაც ამბებს თქვით და ჩავთვალეთ და ვთვლი ეხაც რომ საინტერესო შეიძლება იყოს ბევრი რამე, ბევრი ამბავი, ბევრი ნანახი, რა თქმა უნდა იმ პროტოკოლის დაცვით, რაც უკადრებელს არ უსწავლებ, არ სათქმელს არ უსწავლებ. ყველა მოდი გავამოჯოთ თავისუფლებას და გავამოჯოთ ამ ამბებს, რაც მიდაგვამოჯოს. პირველი გადაცემა და არ გამოვა რომ პირველი დღე არ გავიხსენოთ, ხო? როდის ვიყავით პირველად ჯარში. გახსოვს თუ ალბათ გემახსოვრება. შემთხვევით დღე ხო არ გახსოვს, რიცხვი ხო არ გახსოვს. ზოგადად რა იყო, რა დახვდა რომ მიხვდი რა მოლოდინი ქონდა და თან ახლა შეიძლება ვიღაცა ისეთი ვიყოს, ვინც ახლა საგაზაფხულო გაწვევავს ან საშემოდგომო მოძებს ან აპირებს თავის ენერგიას და რა მოლოდინი შეიძლება ქონდეს ადამიანს, ვინც მიდის ჯარში პირველი დღე როგორია, რომ მიდიხარ რა ხდება, რა გრძნობებია, რა განცდა, რა ემოცია არის. ის იყო თუ არა საერთოდ რას ცელოდი და რას ცელოდი. მოდი თავიდან რა განვასხვაო და დავაცახლები რომ გაწვევა როცა ახსენე ამ ჩემი არ ყოფილა სავალდებულო ჯარში გაწვევა, იქ მე არ მეკუთვნოდა ის რომ ერთადერთი შვილი ვიყავი ოჯახში მაგრამ და მე არ მეკუთვნოდა არც იყო არასდროს ჩემ ალფაბეტ რესტრიქშენ ჯარში წავსულიყავი, ან საერთოდ ამ ძალოვან სტრუქტურაში მემსახურა. რაც გეგმილი იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც ცხოვრება უცებ ისე შეცვალა რომ მე აღმოჩნდი არჩევანის წინაშე ამ წავსულიყავი შინაგან საქმეთა სამინისტროში, ამ წავსულიყავი თავდაცვაში, ნუ მაშინ ესე ახალ დაწყებული იყო სოციალიზმის ორივე ანუ 2003-ის გარდამავალი პერიოდი, 2004-ის ბოლო იყო უბრალოდ. ჯარში საფუძველი 2004-ში. 4-ის დასასრულს, ანუ პირველი ცდა ჩვენი კარანტინის ესე ვთქვათ ვერ შედგა. დავიშალეთ, იმიტომ რომ კარანტინი ძალიან რთული იყო და შემდეგ მოვყავი და გადავიდით 2005 წელს, 2005-ის მარტში მოვაწერეთ ხელი. მანამდე კარანტინის პერიოდი ალბათ ყველა მიხვდება, ვინც კარანტინი ხდება კარანტინი აუცილებლად რომელიმე სერიაში მე გავშვი. ხო, აუცილებლად გავშვი. მოკლედ ანუ უცებ აღმოჩნდა რომ მე ჯარში თავდაცვაში წავსულიყავი და მოლოდინი არანაირი არ მქონია, მე საერთოდ არ მქონია გარდა იმისა რომ რაღაც ამერიკულ ფილმებში თუ სხვა ესე იგი არაქართულ თუნდაც ქართულ ფილმებში მინახავს, მაგრამ ესე ჩამოყალიბებულად არ ვიცოდი, ანუ ეს პროტოკოლი და ესე ვთქვათ მივალ პირველ დღეს რა მოხდებოდა არ მოგეშვა და მივიდოდი და ჩემ გრძელთმებს გადამპარსავდი და ეგ იყო და მაიძულებდი რომ სხვა ფორმა ჩამეცვა და წესრიგი რაც არ მაშინებდა სიერის გამგროში და ეგრეც მოხდა ფიზიკურად არასაყოფილო ესე ვარჯიშობდი ჩხუბობდი მაგ პერიოდში და ჩხუბობდი ანუ ხო ჩხუბობდი ხო მაგ პერიოდში ყველა ჩხუბობდა და ხელსაყრელ ბრძოლაზე ვარჯიშობდი და ანუ არ იყო ფიზიკური აქტივობა ჩემთვის უცხო ესე ვთქვათ დავბოდი რაღაც მემზადებები ეს შინაგანი ესე ვთქვათ ფიზმ მომზადების დისციპლინა ყოველთვის ჰქონდა მეგობრებიც გარშემო ეგეთი ყოველ შემთხვევაში რომ მივედი ჩემი პირველი შოკი იყო უბრალოდ ხალხი ანუ ხალხის იმდენი ვარიაცია დამხვდა და იმდენი ფერი დამხვდა ადამიანების რომ ცოტა მან ანუ შემეშინდა არა მარტო ადამიანთა ხასიათი და ღირებულებები არამედ აი სხვადასხვა ასაკი, სხვადასხვა განოცდილებით, სხვადასხვა კუთხის ადამიანები და ამ ადამიანებს უცებ ყველას ყველაფერი წაგვართვეს ჩვენი ანუ ეგ არის მე როცა ვისაუბრებ კარანტინზე, ეგ არის რომ შენ გტოვებენ იმას რაც მასალას, საიდანაც უნდა აგაშენონ კარანტინში ესე იწყება პირველი დღეები. შენი ესე ვთქვათ ბექგრაუნდი არავის არ აინტერესებს, წარსული, შენ რა ვინი ხარ, არატისტი, ახლა თუ რაღაც აკრობატი არავის არ აინტერესებს, შენ თავარი არის რომ აი ესე ვთქვათ გაგაშლონ სწორი გაგებით ეს პიროვნება და ეს ეგოები ყველაფერი
გადაგადებინა გვერდზე შენილებით და თუ რავი დალები და მე დაიწყო თავიანთი ღირებულებების და თუ რამდენად მოერგებიან ყოფილ თუ არ მარგებ რა თქმა უნდა უცხო და არ არის შენი ადგილი იმ ოჯახში. ამას მალევე მივხვდით და უბრალოდ ჩემი პირადად აი თორნიკე თვარაძის გაკვირვება იყო და ცოტა ესეთი მან უკვე თამად ვეღარ თავს თუ რამდენი ტიპის ადამიანი არსებობს თურმე იმიტომ რომ მე ძირითადად კლასელებთან მეგობარი რომ ეს ჩემი მეგობარი თოთოა მას აქვს პატივი პირდაპირ დაგვეცვა საქმეს სტუდიაში ბოდიში გაგაცნო არა და ბევრი ტიპის ადამიანი შეხვდება მოგიწევს კი და ესეც ძალიან მალე დავაგდა იმიტომ რომ ყველას ჩემი ესე ვთქვათ ყველაზე ეს მიყვარს ამის ახსნა ერთობა ზოგადად ეს ღირებულება რამდენად მნიშვნელოვანია რაც განმარტებას ხვდა ვიდეოში. ერთობა არის თითოეული ჩვენთაგანის დევიზი. ერთობა არის ის, რამაც ძალიან ბევრჯერ გადაარჩინა ქართველი ერი. სუხასაბა ორბელიანის იგავარაკი უნდა იყოს თითოეული ჩვენთაგანისთვის მაგალითი. თუ ერთად ვიქნებით, ტერი ვერაზოს ვერ დაგომარცხებს, ხოლო ცალ-ცალკე და თითო-თითოს აუცილებლად მოგვერევა. ერთობის ძალიან კარგი მაგალითი შეიძლება იყოს თბილისში დატრიალებული ტრაგედია 13 ივნისი, როდესაც ქართველი ჯარი და მოქალაქეები ერთად ებრძოდნენ ტრაგედიას და ერთად გადავიტანეთ ეს ტრაგედია. საერთო ისტორიის ერთ უღელშიშებმა, საერთო გასაჭირის ერთად გადატანა, ერთად ბრძოლა, ერთ სულოვნებას მატებს ერს, ხოლო ასეთი ერი ძალიან რთულად დასაშლელია. მე როგორც საქართველოს შეერთებული ძალების მასტერ სერჟანტი ვისურვებდი რომ ქართველი ერი და ქართული ჯარი იყოს ერთიანი და ემსახურებოდეს ერთ მიზანს. იმიტომ შემიყვარდა ეს ღირებულება, რომ ბევრჯერ ჯარმა მომცა ამის საშუალება, მენახარა არის ეს და გამომეცადა ესე რომ ვთქვა და ბოდიში კიდე პროგრესული მაგრამ თავის გადაყოლოს გადაყოლოს თავი. კი, გადაყოლოს. ეხლა ეს ლაპარაკობდი რა რაღაცა იგულისგან უნდა დაკცავოს რაღაცა მასალად გაქციოს. არის თავის გადაყოლოს მაგის შემოქმედებელი ნაწილი, რომ აი შენს აღნიშნულ ძალიან ბევრი ადამიანები ხართ. თვითონ რაც ყველა ერთნაირი ხდება. ან ეს მაგის ნაწილია თუ რაღაც არის ინის ანდოლი არის. თუ არის თუ შეერწყული არის. ძალიან კარგი იმას დასვე საკითხი. არის რაღაცა, რასაც ფიქრობენ ორგანიზაცია, რომელიც მოწყობილია და დავუშვათ ჩვენ სანამ მივიდოთ ვიღაც ადამიანები ამას წყვეტენ რომ მოვლენებით გადაიპარსავენ რატომ სადაც წერია რომ თქვენს ვიპარსავთ იმიტომ რომ მაგრამ მე რომ მივდივარ იმიტომ თავს იმიტომ კი არ პარსავთ ეს აუს არ აუხსნია ან უბრალოდ ჩვენც მომზადებული ყავით რომ მე ეხაც ბევრი ყავს პატარა მეგობარი ან ყოველ ცხოვრების განმავლობაში ან შესაბამის ასაკზე გულისხმობ ვინც შეიძლება ჯარში მიტოვარ თავისუფლად მის გადაპარსვა არ უნდა მართლა გენდა ძელფრონი არის ბიჭი და არ უნდა თქმებს გადაპარსავენ პირველ რიგში ეგ არ უნდა თორე ის კი არ რაღაც არ უნდა რა თქმებს გადაპარსვა და მაგრამ ეს აზრებული ამბავი არის ხო მე მგონია რომ ვისაც თმები აქვს ზოგადად მისი შემოგები ნაწილია ასე ვთქვათ ეს თმაზე არ გულისხმობ ხო ზახი ძელთმას რაღაცნაირად უჩის მის დათმობა ხო მაგრამ აქ შემთხვევაში მე მქონდა რაღაც არა იმის საშუალება არ მქონდა რომ კინა მქონდა მაგრამ ოშონდ გძელი თემი მქონდა იმ დროისათვის თბილისში რაღაც სკოლაში და გოგოებსაც მოსწოდა შეიძლება ასე ვთქვათ და მაგრამ მე არ შევხვდი მაგას ცუდად ანუ თმას რომ პარსავდნენ როგორც ის ასრულებდა თავის მოვალებას არანაირ სხვა რამეს არ ხედავდა იმ გადაპარსვის შემთხვევაში მეც არ ვფიქრობდი რომ ამას იმიტომ პარსავდნენ რომ რაღაცა ჰიგიენის მხრივ და რაღაც არა უბრალოდ ესე უნდა იყოს რა და მივიღე და ეხლა ამ განსაკუთრებით არის ეგაი მაგალითად დამორჩილების შემადგენელი ნაწილი კი წლების მერე მე დავბრუნდი იგივე ქვედანაყოფში სადაც მე მიმიღეს ვიყავი მაგ ქვედანაყოფის ესე ვთქვათ ხელმძღვანელი თავის სერჟანტი და გააზრებულად უკვე ვაკეთებდი. მე გარი ალბათ რაღაცა პირველი თაობა ხდება, მეორე თაობა ხდება, მესამე თაობა ხდება და თან ამბობს და აკეთებს და სხვასაც აცნობს. ეგ პერიოდი მქონდა მე, რომ დავბრუნდი და ვიყავი უშუალოდ აი ამ კარანტინის სერჟანტს რაღაც ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, სადაც უკვე გავიაზრე. არა მარტო ჩემზე თავი რომ გადამხდამი, არამედ მე რომ სხვას პარსავდი და უშუალოდ ამ ჩვენ ორგანიზაცია მაშინ ვეუბნებოდი რომ შენ ამას იმიტომ აკეთებ და პლუს მეორე ისიც არის რომ რა თქმა უნდა ყველა ერთმანეთს შენ პიროვნებას შენ ვიზუალთან ერთად გვერდზე წევ და იმ მსგავსების სხვას მაქსიმალურად
თუ აქამდე ვიყურებ და ჯერ არ გამოიწერეთ არხი, ზარისხილაკი ჩართეთ და ლაიქეთ, ეს ჩვენ დაგვეხმარება რომ უფრო ბევრ ადამიანამდე მივიდეთ და არხი გამოვიწერეთ. კი, და ძალიან ბევრ ამბებს მოგიყვებით. მე ყოველთვის აქ ბოდიში გაგაცნობ, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, ეს არ არის მოსმენილი ამბები, ჩემთვის თუ ეს დაკავებული ნანახია, თორნიკეს გამოცდილი აქ. თვითმხილველი. კი, და მე ზუსტად ვიცი, ანუ მე ამ შემთხვევაში როგორც მსმენელი, ისე რა თუ რაღაცას ყვები, როგორც მსმენელი, ესე უყურებ ჩემ თავსაც, იმიტომ რომ ანუ კი მაქსიმალურად ჩემი წლები თავისუფლში და ჯარში და ამ ოჯახში გავატარე, მაგრამ დიდი ხანია უკვე, ასე ვთქვათ, სამხედრო ცხოვრებაში ჩემს მეგობრებს რა თქმა უნდა, განუყრელი არის რა, იქაც ხარ, აქაც ხარ და ხვდები ვის რა ინტერესებს, ან ზოგადად საზოგადოებას შენი გამოსწრებით რა, თუ არ გისმენენ, ესე იგი არ ახარ საინტერესო. ჩემი პირველი დღე ჯარში რო თქვა, დამსახურები არ მაქვს და ის ჩემს გავლენით ცხოვრებაში ერთ-ერთი ფინჯია. თუმცა ნუ ბევრჯერ ვარ ჯარში, პირველი დღე ჯარში კონცენტრაცია არ ვცვლა, რა თქმა უნდა. ჯარში არ დავხარ ჯარში. ჯარში. დამსახურები ესე ვიტყვი, თასო დამსახურები არ მაქვს, რომ იმდენი ხანი მაქვს გატარებული და ყაზარმაში და იმაში და ამაში, ვაგაზე ის არის. ხო, ეს სიტყვები ახლა ჩვენ როცა ვიძახ და არავის არ უბრანჭები მართლა, იმიტომ რომ რა ვიცი არ შეიძლება შევს გამოვიდეთ რომ ვაკეთებ ჩემ თავს სათქმა ჩვენ გარშემო მეგობრებს ვარ ღირსეული ქართველები და გვესმის სლენგის და გვესმის ჟარგონის და ის სიტყვას არ ვიღებ არ გავუდის მაგაზე შენიშნა ასე ვთქვათ იმიტომ რომ ყველა იგრე ვარ და მაგრამ ნახე მოდი ესე გავაკეთე რომ მე და ის კითხავს შენ გვარი ყო რა აი ჯარში არ ხარ ნახო საერთოდ მაგაზე ვისაუბროთ რატო არ ხარ იმიტომ რომ პრინციპში იყავ მაგრამ აი პირველი დღე როგორ არის შენი? ანუ პირველი დღე გადაღებაზე. პირველი დღე გადაღებაზე, ჯარში პირველად ვიყავ გადაღებაზე. მაშინ ჯერ პრაქტიკანტი ვიყავ. სხვა ორგანიზაცია ტელევიზიაში ჟურნალისტიც არა ვარ, ჯერ პრაქტიკანტი ვარ, ერთ-ერთ ტელევიზიაში მსურველ პრაქტიკებზე. ეს იმას გულისხმობს, რომ მე იქაც ფანდა ვისწავლო, ჯერ მარტო გადაღებებზე არ მიშვებენ და გამაყოლეს ერთ-ერთ ჟურნალისტთა არ ვიცი სახელმწიფო თქვა, იმიტომ რომ მასთან არ მაქვს შეთანხმებული მოგვიყვება სახელმწიფო საუბარების და კონკრეტების გარეშე სტაჟიორი ვარ, პრაქტიკანტი ვარ, გამაყოლეს გადაღებაზე ერთ-ერთ მოქმედის ჟურნალისტი და აღმოჩნდით, აი ეს პერიოდი 2004 ბოლო არის და კოჯორში ვარ, საჩვენებელი წვრთნა ჩაატარეს, იყო ეს ისტორია, როცა მუხლუხოიან ტექნიკას ტანკის და კესემს ვერ ვასწავლებ რა, ყველაფერი ტანკია שם, რასაც მოხუხობ რა. და ეხლა მე რო ვიხსენ, რაც იყო ტანკი, იყო ქვეითასავალი მანქანა, იყო პირადი შემადგენლობაც ხადია, ჯერ კიდევ კალაშნიკოვები, 2020 წელია. და აი რაღაც საჩვენებელი წვრთნა ჩაატარეს და ამ საჩვენებელი წვრთნის მერე ეს ტექნიკა პლაცისავით იყო, ანუ გრუნტი იყო რა, ეს მოსოფლებული. იქ სადაც აეროდრომია მაგას ზუსტად ესე ვერ და ჩამოვაყენეს ეს ეგრე პირველად აი მახსოვს რომ ეს ტანკი ახლა ტელევიზორში ყავდა ნანახი და რაღაც აბუნძ რაღაც ესე პირველად რომ ნახე ის დიდებულება აი მახსოვს როგორ მოვინოს ეს შოკში ჩავარდი რა ტანკი და შემეძლო რომ ავსულიყავი ჩავჯდარი ან მოიწამე აქტოვამდე ამავე აქ ხა რა ამბავია რომ ვისერთეთაც ვიყავი ანუ იმას თან იმას უნდა დავაკვირდე რა რაღაცა ხონდა ვისწავლე ხა იმის მარტო ტანკის სანახავად ხო არა ვარ ჟურნალისტიკის სასწავლად ვარ მისურდა ვეუბნები ამას რომ მოდი მე სტენდაპი ჩაწერეთ თუ ტანგზე თქო რა სტენდაპი რო ის ჟურნალისტი ჩანს კადრში და რაღაცა მოდი სტენდაპი ჩაწერეთ ტანგზე მეთქი და ის მეუბნება რომ არ ვიცი შეიძლება სიუჟეტიც არ იყოს უბრალოდ ნიუსი იყოს რა და აი ხასმან პატარა განმარტება სიუჟეტი აქვს ცოტა ვრცელი მასალა რომელიც გადის თავარ გამოშვებაში და ნიუსი გადახარვას მქონი არის შედარებით მოკლე ახალი ამბავი რომელსაც სამყარო კითხულობს და მე უბრალოდ კომენტარები გადის და მახსოვს ამორგინა ხო უბრალოდ ნასაკნა რა ჩავიდნენ და მაშინ მახსოვს შოქში ჩავარდი როგორ მეთქი აი ამ ხელ ამბავი ამაზე სიუჟეტი როგორ არ უნდა იყოს რა და როგორ როცა გასაშველება რომ ტანგზე ახვიდე და რაღაცა ან შიგნით ჩაჯდე რაღაცა როგორ არ უნდა გააკეთო რა აი ეს მახსოვს რა ეს იყო ჩემი პირველი შეხება ასე ვთქვათ ჯართან საერთოდ რა აი რამეს ნიშნავს აი ეხლა შენი ართოვნება აი ჩვენ მე მაგალითად თავი ამათ ეგრე მქონდა მე რაღაც შემოთ აღვიქვი ეს თვითონ ეს ტექნიკა შეერაღება ყველაფერი და
თვითონ ადაწესები ეს ყველა რასიც ვიცხოვრე და არეგულები ვიყავი და ჩვენ უკვე ჩვენთვის იმდენად ჩვეულებრივია როგორც შენ ჩახვალ შენ უბანში და გარკვეულ გამარჯვებას ვიღაცებს ანუ ეს მანქანა რო ხდება აქ და ეს პარკინგი რო არის და ასე შემდეგ ანუ ეს ჩვეულებრივი დღე იყო ჩვენთვის ამ ყველაფერთან ერთად ცხოვრება და ხშირად ვერ ხვდებით და ვერ ვაფასებთ ჯარისკაცები ალბათ თუ რამდენად ხო რა თან გოგშეხება რამდენად სერიოზულია ეს ყველა სათამაშო შერევას და რამდენად აკლია საზოგადოებას. ნუ ეხა არის რა თქმა უნდა ამ ჩვენ რა თქმა უნდა ჩამოყალიბდა თავის მინისტროს განვითარების პერიოდში ძალიან ბევრი ღია კარი დღე თუ თუნდაც დღევანდელი დღე 26 მაისის წარმოდგენა მაგის უბრალოდ ხალხს უფრო მეტი შეხება ქონდეს ხო და ჩვენ განახლებული ტექნიკა იქნება თუ რაც იქნება ყველაფერი ნახონ შეეხონ ბავშვები მივიდნენ და ანუ არ იყოს უცხო ეს ყველაფერი აი ასე ბუნებრივად გადახვედა ალბომზე არ გეგონოს უკითხვა გაგიტარე რატო არ ვარ ნამსახურელი თუმცა ამაზე ვილაპარაკოთ სხვა სერიაში როცა ვილაპარაკებთ ზოგადად აი ამ ჯარის მოწყობაზე გასვლის სისტემებზე რაღაცებზე იქ ვილაპარაკოთ მაგრამ და რადგან ეს ბუნებრივად მივედით კიდევ ერთხელ დამოუკიდებლობას ალბომს გავამარჯვოთ ასე ვიტყოდი ჩემთვის სამწუხაროა რო არ დაგიმალო რომ 2012 წელი ალბომი კლასიკური გაგებით რაც არის აღარ ეწყობა რა სანამ მაგამბავზე გადავალ სულ გასახეთ შედეკლორები მართლაც და სანამ ამ თემაზე გადავალ მოდი მანამდე შენ მომიყევი შენი პირველი ალბომი და ალბომის სამზადისი გამიგერო ჯოჯოხეთია რა ჯარისკაცისთვის და ამაზე მომიყევი რა არის ეს მომენტი სიმართლე ხაი ნახე კონდა სავარაუდო მე ანუ ყველას არ ვიცი ხომ მე ჩემი ბავშვობა ესეთი იყო და ჩემი ბიჭობა ესე რომ ვთქვათ თინეიჯერობა ესეთი იყო რომ დიდად დაყურებული ეს რაღაცებზე არ ვიყავი რა შეიძლება ნანახი მქონდა მაგრამ რო გითხრა რომ ვიცოდი აღონი რას ნიშნავდა ან შეიძლება მისღერებულების მნიშვნელობაზე მე ალბათ იმასთან არა ძალთა დემონსტრირება ტექნიკა არ მქონდა ინტერესი არასოდეს ტექნიკისა თუ იარაღის მაგრამ ანუ მივედი თუ არა მარტში მოწევთ ხელი მარტი აპრილი მაისი უკვე ანუ სხვა წლიდან ერთად უცებ ანუ ჩვენი გასაჭერი ჩვენი კარანტინის იარებს ვიშუშებდით და ანუ ჩვენც ყოველ სენსიტიური იყო რა იცი აი ვიღაცის მოსვლა ხელმძღვანელის მოსვლა რა თქმა უნდა წარჩინება წარმოდგენი ყავით მათ წინაშე საუკეთესო ქვეცვას ფორმა ახალ ამ მაშინ როგორ პერიოდი იყო ფორმებიც ახალ შემოდიოდა ახალი ფორმები ანუ მაგას მე მახამე და მაგაზე მე ისე ვილაპარაკოთ რომ როგორ განვითარდა ჩემ თვალწინეს ყველაფერი რა და მაგრამ ჩვენ ხედავით ეგრეთ წოდებულ კომანდოს ბატალიონს როგორ ეცვათ უკვე ანუ ეგ იყო ჩვენთვის ესე რომ ვთქვათ იდეალი ანუ სხვანაირ მეტი ახლოსანახიც არ ყავდა ნუ თუ არ ჩავთვლით რაღაცა ზოგადად ვიღაცა პოლიციის ფორმით ან სამხედრო ფორმით რომელიც შეიძლება არასწორად მოდა ვიღაცას სადღაც ქუჩაზე ამ შემთხვევაში ეს იყო ჩვენი იდეალი და რო ხო ეს პერიოდი რომ ჩვენ ესე ვთქვათ მზადებებს გავდივართ სამხედრო წვრთნებს და ანუ თითქმის არასდროს არ ვძინავ თითქმის არასდროს კომფორტი თითქმის არასდროს კომფორტი არის ჯოჯოხეთია ანუ კი მე გეთანხმები რომ არის ჯოჯოხეთი და ამ ჯოჯოხეთის ამ ჯოჯოხეთს ემატება კლიმატური ცვლილება ანუ გადავდივართ ზაფხულის პირობებზე და გაზაფხული ზაფხული ნუ გარეთ წარმოიდგინე ორფოლოში ეგრეთ წოდებული წანიში ანუ ახლა ნახი მე მგონი რომ ძნელია რომ უბრალოდ გაიაზრო რა ლაპარაკობს ჯოჯოხეთისთვის ან მარჯარის ჯოჯოხეთისთვის იდეალური ადგილი არის და ანუ აქ ვარ დღე და ღამე მზის გულზე ძიმე ტანსაცმლით ფორმით იარაღით აღჭურვილობით ბრეპრეზიდენტის სულ აღჭურვილობით ხარ ხლიან ბრეპრეზიდენტი არ გადავსულა მე მაგის შემდეგ ეს წუთნები რომ მიწყება უცებ ესე იგი რაღაც ჩვენ არავინ არ გვეუბნება რატომაც ნუ რა თქმა უნდა თავის განვითარება აქვს მართლობას მენეჯმენტსაც დაუცვაში და უცებ ხვდებით რაღაც ფორიაქია ესე რომ ვთქვა რაღაც უნდა მოემზადოთ ვიღეს ახალი განსაცმელები უცებ არ ქონდა ვიღაცას დაუშვათ ფეხსაც ბათინკი ეგრეთ წოდებული მაგრამ უცებ ყველას ახალი გაუჩნდა ესე იგი რაღაც მზადება და მე ხვდებით და ვიღაც გვეუბნება რომ ესე იგი ვიწყებთ მზადებას ხალ უნდა წავიდეთ აი ეგ გაატარეთ სერჟანტო გაატარე აქ მაღლობი წინ დააყენე ეს იარაღი იმას დააჭერინე რაღაცა და სიმპათიურები წინ მაღლობი რაღაცა და რა თქმა უნდა ფორმაში სიმაღლეში წინ მოვხდი
თორე მე ძალიან წუხელიძეც გიგაური მოკითხვა ეს მაღალი ბიჭები წინ დაგვაყენეს და ერთსაც გაგაცხოვთ ნებადგან თვითონ ახსენა ანწუხელიძე თორემ კი არა ადამიანი ვინც მას პირადად იცნობდა და როცა თვითონ იქნება მზად და მე და ჩვენ მზად ვიქნებით ანწუხელიძეს ცალკე ვიყავით და მოკლედ ინფორმაცია მოდის რომ ჩვენ მზადებით ამ ჯარში დღემდე შეიძლება იყოს შემორჩენილი პარადისთვის და აღումისთვის. რა თქმა უნდა, ამას იმიტომ ვამბობ, რომ სასწაულო არ არის რა. სლენგი სამწუხარო დარჩენილია ინაში ის. დარჩენება მე იმიტომ ვახსენებ, რომ მაშინ უფრო იყო ეს ყველაფერი. და ეს კი პერიოდი იყო, რომ ჩვენ რაღაც ვიცვლებით რომ ქართული წერე ქართულად და მაშინ რომელი პერიოდი აი მესიჯებსაც რომ ლათინური ასოებით წერდა და ქართული შეკრება არ არის ჯერ ანუ შეუძლებელი მოვლენა ანუ ეხლა აი ადამიანები საუბრობენ რაღაცას ვერ ხვდებიან ან ეს საუბრები რაღაცას ვერ ხვდება და აი მაშინ რომ ვერ ხვდებოდით მაგის მნიშვნელობას ესე ვთქვი და მოგეთ დავიწყოთ ძალება აღუნისთვის რაც არ იყო მარტივი ჩვენ გვეგონა რომ იმ გაჭირვებიდან გადავდიოდით რაღაცა რუსთაველზე წაგვიყვანდნენ და გაგვატარებდნენ და ეს რუსთაველზე წაყვან აღმოჩნდა რთულია ანუ ლოჯისტიკურად რთული ანუ თუ იმეს გონია რომ წინა სააღობი მზადება ნუ ეხლა დღეს არავის ხაზგასმით რამეს არ ვამბობ რომ მაშინ რთული იყო და კარგი იყო და ეხლა მაგაზე ვისაუბროთ ამ წუთას არ ვაპარაკობ მაგაზე მაშინ ძალიან მასიური იყო ეს აღომი მაშინ იყო აი ჩამოვა მთელი თავდაცვის ძალების შეერაგული ძალების დიდი პატარა სუგანი გამხდარი ყველა ტექნიკა რაც გუშა არა მუშა მდგომარეობაში ყველაფერი უნდა გამოსპეციალურად და მართლა იგებებოდა ხო რა ჩვენ მოვლენა რა ის ხო მანქანის გარეთ ამბავია ხო ანუ მე არ ვყურებ მაგას განსაკუთრებით. არც მაგაგებული და იგებება რა თქმა უნდა. ნუ რა ეხა შენ რომ გადიხარ სადღაცას რა ხდება აღომი რა არის ხო ჩვენ უნდა წარმოადგინოთ ჩვენი ძალთა დემონსტრირება არის ნუ ერთ დავჭეთ ასე ცხოვრობდი რა არ უნი რა საერთოდ კი ბატონო. მოკლედ ანუ დავიწყეთ ძალება და რა თქმა უნდა, როგორ ხდება ეხლა ძალიან კარგად გამიგებენ ჯარისკაცები და შეიძლება სხვაგანაც ხდება. ყველა სხვაგანაც რო გაიგოს. უნდა ვიყოთ რუსთაველზე, მაშინ რუსთაველზე იყო, რუსთაველზე უკვე ბოლო ეტაპი არის, რომ უკვე მან უნდა ჩავიაროთ პარლამენტის წინ, თავისუფლებიდან ჩამოვდივართ ან ამოვდივართ გაჩნია. და ჩვენ მებზადებით სანაპიროზე, ანუ რა ხდება თბილისში იქნება სანაპირო ჩვენ გავდივართ და რატო ვიძახ ეს წინა საუბრო მზადება ლოჯისტიკურად იმდენად რთულია აი ვიღაცა თუ მიდის დღეს და თავად ეგრეა და ალბათ ეგეც უნდა იყოს რომ გადის პირდაპირ იმ დროს მიდის რომ დავშა დაიწყება და ვიღაცა ჩაიარა ეგრე არ არის ამ ჯარისკაცები ჩვენ ეგრე არ დავდივართ ეგრე ტექნიკა ეგრე ან ყოველ ეგრე არ ხდება რა და იქ ჩვენ მემზადებით აი მე როგორც მინიმუმ ერთი თვით ადრე ვიწყებდით ამის მომზადებას რა თქმა უნდა ერთის განმავლობაში ყოველდღე არ ვიყავით მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ საზოგადოება არ შეგვეწუხებინა ჩვენ გავდიოდით 6 საათზე ამ დილის 6 საათზე უნდა ყოფილიყავით სანაპიროზე ეს სანაპიროზე გულისხმობ აი დრონდელი იუსტიციის სახლიდან დაახლოებით აი ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე ანუ თავისუფლების ხო ანუ გვიქამოვიდან თან ავდიოდით უკვე მან ფორმირდებოდით, ჯგუფდებოდით და ჩაშერვა მერქიშვილთან ჩავსულიყავით. მოგე ძალიან დიდი ვიცი იყო რა, ლოჯისტიკური მხარდაჭერა ჭირდება და თან წარმოიდგინა რამოდენიმე ათასიან სამხედრო მოსამსახურეს, როგორც სამხედრო მოსამსახურეს, ასევე ტექნიკას აქვს შეიარაღება, ამ ჩვენ გვეჭირა ყველას იარაღი. ანუ იარაღს რა თქმა უნდა ამოსულებს სათავე დამტყმელი ხო ეს ყველაფერი ანუ ეს იმიტომ კი არა რომ არ გვენდობდეს, ნუ ეგრეა საჭირო რა თქმა უნდა. მაგრამ ეს წარმოიდგინე წყლიდან დაწყებული ანუ მარტო ის არის რომ წყალი არის და ვიღაც მოწყობდება თავს ანუ იქ არის რომ შეიძლება პიროვნება რომ მithumetes გამოუცელი სამხედრო მოსახურე ვერ ხვდებოდი რომ წყალი საჭიროა ან ბევრი დალიოს რომ ერგული არ წავიდეს და რა თქმა უნდა ეგული წასვლები, წაქცევები, დაღლები ვიღაც არ იყო ფიზიკურად მზად ამ ყველაფრისთვის და ანუ დაახლოებით 3 ჯერ გვიწევდა ამ თერი სანაპიროს ჩასვლა, ამოსვლა, ჩავლა, ამოვლა ესე ვთქვათ რა რთული პერიოდი, მეტი არაფერი სერიოზული განს, მაგრამ ამ პერიოდში ჩემი ფიქრები რა იყო, რომ აი პირველად ცხოვრებაში ჩავიარე სანაპიროზე იარაღით, რაც მივდივარ აქამ თუ მანქანით დავდიოდი, ეხლა ჩემ მეგობრებთან ერთად თან არ დაგავიწყდეს ჩვენ ვემზადებით ერაყისთვის. ერაყში უნდა ჩავხო ესე იგი შავნაბადას ბატალიონი თუ არ ნიშნება, მაგრამ არ ნიშნება უნდა ჩავანაცვლოთ ერაყში ბაღდადში
და ჩვენ ვართ განსაკუთრებულ ფორმაში, ანუ ხო არა, იმიტომ რომ ვიღაცამ მარტო ახსენებს, ჩვენ გვაქვს თეთრები. თან უკვე ის ფორმაა. იქაური ან უდაბნოს გამოფრინვია და ანუ ეს უდაბნოს გამოფრინვება ძალიან გამოირჩევა მწვანე და როგორც აი Adidas-ის ის რო ზედა რო ეცვა რაღაც საბჭოთა კავშირის ვიღაცა და უპადი ეძებდნენ აი ეგეთი რაღაც გამო აი ძალიან აშკარა იყო რომ ჩვენ მაგარი რაღაცები გვეცვა ჩვენც ინგლისს რო ჩავიცვით აი ხო რა მაგარი აი ძალიან სხვა მოგდეიქ თუ გამოსვლი არ გაქვს მე მგონი ფორმა მონდილოგაცია და კი ხარი ეგ ცოტა რთულია ამ კი არ ვიძახი რომ აცუდიო ძალიან კარგია რომ ეს გამოსვლა ასახურები არ მაქვს ფორმაცია და სხვა პასუხისმგებლობას ვატარებ ფორმაში შეცადე მაგაზე მე მოვყავი ფორმა რას მიშვება მე რაღაცას მაგრამ ხა ამ თუთას არა და მოგდა ის თეთრი ფორმას დავარქვა მაგრამ უდაბნოს გამოფრინვებით და ჩვენ ვიყავით ძალიან ყურადღების ცენტრში. შესაბამისად ჩვენ მარტო ჩვენ კი არ უზნობდით ამას. ჩვენი ხელმძღვანელობა ცდილობდა რომ ჩვენ ყოფილიყავით საუკეთესოები, წინ ყოფილიყავით თან წინ თქვენქვეები და წერო და არ ვიცი რატოა თქვენქვეები არის. უფრო ლამაზი. ვიზუალურ მეტიავშიდე ჩვეულებრივ ავტომატს და ხშირად ვიზუალს ბევრი მეეცნება და ვიზუალურად და მაგის ხოლმე ვიყავით ჩვენ მოკლედ მაღალი ბიჭები. რა არის აღუნის დანიშნულება საკითხია. აღუნის დანიშნულება ნუ მართლაც რო ვთქვათ არის რა რომ ანუ კონკრეტული ქვეყანა, კონკრეტული ორგანიზაცია თავის სამინისტრო წარმოაჩენს მის ძალას, ამ ძალის დემონსტრირება ესე ვთქვათ რა. ეს შეიძლება იყოს დემონსტრირება როგორც გეოპოლიტიკურად ჩვენ სამეზობლში წარმოაჩინო შენი ძალა რა გაქვს, რა გაგაჩნია, რა მდგომარეობაში გაქვს სამხედროსთვის, მაგრამ ცოტა ისეთია უკან გადადის ისტორიული კულტურული მნიშვნელობა აქვს მაგას, იმიტომ რომ დღეს ახლა დიდად შეიძლება აღუნით ვერავინ ვერ გააკვირო, იმიტომ რომ ნუ არსებობს დაზვერო, არ ნევის YouTube-ში ჩაწერდა და უშუალოდ მოიცეთ ინფორმაციას, მაგრამ ჩემთვის ახლა მე მაგალითად როცა ამაზე დავიწყოთ და უშუალოდ დავუწყოთ საუბარი, ჩემთვის ძალიან ჩანს დისციპლინა, მომზადება. ანუ პიროვნება როგორ ჩანს, ჯარისკაცი აი როგორ გამოიყურება, ფორმა როგორ აცვია, იმიტომ რომ ვიღაც შეიძლება ვხვდებით, მაგრამ ჯარისკაც ფორმა როგორ აცვია, მაგის მიხედვით შემიძლია ვთქვა, როგორი მომზადებულია ქვედანაყოფი. ჩვენ სამეზობლოში ახლა მაგალითად შეგვიძლია ბევრი მაგალითებია, რომ აი ვინ ახავს კადრები, არ ვხსენებ არც ხო, აცვიან, გამოიყურებიან, მაგრამ აი სულს მე ვხედავ აქ თუ არა რა. პლუს დაამატებული ინფორმაცია, რომ აქ თუ არა გამოსწრება საბრძოლო. ანუ ეგ ყველაფერი ჩანს. რატო აკეთებს ხო თუ კონკრეტული ქვეყანა რომ წარმოაჩენს უფრო დიდად, უფრო ხარგაშლი, ბეჭდაშლი, ამაზე დაცვიად. ну თქმა უნდა ეს არ არის ჯარში ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ იქ კი მესიჯი არის, დევს მესიჯი, ვინ როგორ წაიკითხავს ყავს თავის სამკუთხედები, როგორ მოძრაობს ტექნიკა, როგორი არის ტემპი აღუნის ჩავლის, როგორ დგამენ ნაბიჯებს ჯარისკაცები, როგორ დგანან, როგორ მოძრაობენ, როგორ წარმოჩინდებიან ქვედანაყოფები საზოგადოების წინაშე, როგორ იბარებს უმაღლესი მთავარსარდალი აღუნს და იქ ჩანან გენერლები, სერჟანტები, სამხედრო მოსამსახურეები, ფიცით დადების მომენტი არის, რომელიც ცოტა ემოციურია. აი იმდენად მე საერთოდ ბევრჯერ წამიყვანე, ხო იცი, voice of God პოპულარ გვერდად უშავებს. ბაუზე 2012 მახსოვს ბოლოს. ბევრ აღუნზე წამიყვანია ჩემი ხმით, ესე რომ ვთქვათ. აღუნის საყვანოს სხვანაირად არ არის. ახმოვია რომ გაიგო რა ჩამოდის და რა მოდის. აი დღეს რაც გესმით, აი რომ ჩამოდის ქვედანაყოფი და საუბარს აი ვიღაცა მოდის სერჟანტა მაინ სერჟანტი. სერჟანტა ამდენობაში მაინ სერჟანტი. ხოდაშორის სერჟანტა აკადემია არის გიორგი ანჩხელის სახელობის. ხო და აი გიორგი ანჩხელის სახელობის სერჟანტა აკადემიის პირველი შემადგენლობა ანუ ეს ხმა იყო ჩემი კონკრეტულად მსახურობდი და ძალიან ამაყი ვარ ამ ისტორიით და იმ მომენტშიც ესე ვთქვათ. ჩემთვის როგორც დამკვირვებლის ჟურნალისტის გასაგებია, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ამბავი ის გადაგება შეგვიძლია და მანამდე ბავშვობაში მახსოვს მიუხედავად ისა, რომ ფიჟაურნაძის დროს ეს აღუნდა რაღაცა უცნაური გამოვლენა იყო, მაინც ყოფილვარ, მინახავს და ეს რაღაცა ანუ აი ჯართან შეხების ამბავია რა.
და თქვენ შეიძლება შეგამბავი არის რომ აი ვიღაცებს აჩვენებ რომ აი მე ესეთი ვარ თუნდაც რაც მეგობარს ოჯახის წარსულს ხო არა ეხლა ფიქრობდი რომ რაღაცნაირად გამიჩერებინე რომ მე თქვა იყო რომ დამავისდა მაგის თქვა ესე იგი როგორი მომენტია ნახე მე წავედი სახლიდან ამ დავუშვი დედას დიდი ხე ხო წავედი ამ დედამაც გაიგო მე ჯარში დედის ერთად ბიჭი ავდექი უცებ მეორე დღეს უბანში ახალ ვარ რაღაცას ვარ ვიღაც ერთად დავგებ თავი გადამპარსეს რაღაც პრობლემას ვირგებ რაღაც მოკლედ ვადაპტირდები რაღაც ორგანიზაციაში სხვა თავიანთი ღირებულებების მატარებელ ორგანიზაციაში და მივიღე რა ჩავიცვი ფორმა შესაბამისი რუჯი მაქვს ჯარისკაცის რუჯი აქვს თითქოს რო ხარ და ჩემი ფიქრები აი მაგ რუჯით დავდივარ ფორმაცია და უკვე მე ანუ სერიოზულობით აღვიქვა ამ ყველაფერს და ნუ რაც ხوار აი მასულს პირამდი მაგალითად განვითარება ხო რაღაც ადამიანის ყოფას ხო ამ შემთხვევაში უკვე იმ მომენტზე ვართ რომ ჩვენ გვინდა რომ აი იმდენ კარგად გამოვიყურებით ჩვენ სამახო აი მოდი ხა დედა ჩემს აი როგორ ახი ქონდა როგორ აღი ქონდა ჩემ შეყვარებული მაგალითად ან მეზობელი მოგინდება რომ აი წახვიდე უბანში მიხვიდე ფორმით ან შემთხვევაში ძალიან პატრიოტულ ავტორიტეტულ ადამიანებთან გამოჩნდე ფორმით მამასთან შეიძლება მე მამას არ ვახსენებ ამ შემთხვევაში და ეგ მომენტი არ გაქვს ან წარმოიდგინე პირველად რომ გაგვიშვეს ფორმებით სახლში უბრალოდ გაგვიშვეს სახლში ფორმებით მე დავამატე ან ყველანი წავით ფორმებით ან პირველი შეებულება რო გქონდათ ფორმაში შეებულება შეფრებას დავარ აი ზუსტად სახლის ჭიშკართან რომ მივედი და ამერიკას მოbrundiო ანუ დედას ვიცავი იმენად აი შოკი იყო რომ აი ვერ დავიძახე სახლში და იმენად უკვე ჩართული ვიყავ მაქსიმუმში რომ მოbrunდა წამოდა მაგრამ სახლში რო გაგვიშვეს ჩვენ წავედით ფორმებით ანუ არავის არ გქონდა ფორმები ჩაიცვით შეიძლება ის წავედით რომ არ ჩაიცვით სიამახის ამ უბრალოდ ხო ყველამ გადავწყვიტეთ და არავის წარმოგვიდგენა შენ ყველანი დამეთანხმებინით შეერთად წავიდნენ ვიღაცა გორიდან იყო ვიღაცა ხეობიდან იყო ანუ ვიღაც რაი კახეთიდან იყო და ასე შემდეგ მივიღეთ ისე რომ არაკომფორტული იყო სიცხეში მთელი ესე ვთქვათ გორტექსით წასვლა და ჩვენ გვინდა რომ ესე მოჭერილი გვაქვს ხო თასმებით ლამაზად მისულყავთ მაგრამ არ იყო ეს რაღაცა ჩვენ ვიყავით ესე ვთქვათ ალახიანები რაღაც გველზე კარანტინის პერიოდია რა ყველამ რაღაცნაირად ჩვენი თავები ისე მოიწეს შეგეთ რომ ეს მუნდირი წარმოგვიჩინა ჩვენ ისევ და უბანში მივსულიყავით მე მეყავს ჩემთოზე სწორა და ეჭვი მაქვს ან ჩემს ზარგან ფორმით წავიდნენ მათაც იგივე აზრი ქონდა და ეგ ქონდა ერთხელ და კიდევ ერთხელ მიმოვიდა რომ ვერ შევედი სახში ალბათ ზოგი უკან გავი ავტოსამაგზეც მოგუნდა და მაგრამ აი შემდეგ სულ ყოფილი აი რომ მოხდა ჩვენ რისთვის დაგივართ ეგ არის კარანტინის პერიოდი რომ შეიძლება აი შენზე იმდენად გასაგებია რომ კარანტინი შეიძლება დაგეგმილიც იყო არ უხსნია არც კითხვა არ გავჩენია ამ სიმართლე გითხრა მაგას სასაცილო ინფორმაცია ამბებს ვუყურებ მაგრამ ამ შემთხვევაში არც ვიკითხავს უბრალოდ ეს ბრძანება ამ საუკუნე სერიოზულად მივედით და წამოვით უკან მივრუნდით დავდექით წყობაში და ანუ ის მომენტი აი პირველი ლეგალური გასვლა ლეგიტიმური აი როგორ იცი აი სავალდებულოც კი ხო აი ძმაო ის კი არა რომ შემხედე რა ძმაო ნახე ვისთან ერთად ვარ ანუ ჩვენ და ნაყოფი ანუ აქამდე სად ვიყავი აი ჩემ მეგობრებთან დღევანდელ ძმაკაცებთან მეგობრებთან თანამებრძოლებთან ერთად გვაცვია ერთი ფორმა და აი რაღაც ჩვენი ღირებულებებით ჩვენი ამ ორგანიზაციული კულტურით და იმ მეომრული სულით რაც თქონდა საქართველოს მოდის ხო ამ ყველაფრით გვაცვია ეს მუნდირით ეგ არის ის აღუნის პერიოდი ის არის დღე რომელშიც ესე ვთქვათ რომელ დღესაც შეგიძლია წარმოაჩინო შენი თავი ნუ ეხლა მე ვყვები რას რომ მე ჩემი ესე ვთქვათ მე ვიყავი ქვეითი ანუ მე ქვეითად დავიბადე ესე ვთქვათ და მე მეჭირა ავტომატი შაშხანა და მაგრამ ვყვებია ხო ნუ თქვენ ამ თქვენ და არის ადამიანი ვინც წარმოაჩენ მაგალითად ტექნიკას რა ვიღაცა ტანკის ვიღაცა არტილერისტი ვიღაცა პილოტი ანუ მარტო მე არ ხდება გული და შეიძლება რომ ჯარისკაცებსაც ხდებოდეთ გული რომ აგონი პასკური გაგებით აღარ დაგვი ვის როგორ მე მაგალითად არ
კი, კარგია, იმ მომენტში ჩემთვის იყო კარგი სუდიც, ჯოჯოხეთის და კარგიც, მაგრამ დღეს მაგალითად არ ვფიქრობ, რომ არის აუცილებლობა მაგდონალდს. ჩემთვის ცოტა მოძრაებულია, ესე რომ ვთქვათ, თუნდაც დღეს ცოტა სიმბოლურია, მაგრამ ძალიან სიმბოლური. ხო, და შეიძლება ეგრეც უნდა იყოს, მე არ ვიცი, შეიძლება შენ არ დამეთახო ამ სიტუაციაში, მაგრამ ის აღლუმი და მე შეიძლება ვწდებოდი რაში ვიცი, როცა ვამბობ რომ მე ის აღლუმი ცოტა რატომ არ უნდა გამოსცადოს სხვება ეგაც შენ გამოცადე, აი ვინც უნდა გამოცადო. რატო არა? შენ მაგან ხო გაგზავნა როგორც ჯარისკაცი. მარტო მაგან არა. მარტო მაგაზე არა. რა თქმა უნდა მარტო მაგან არა, მაგრამ ხო აი ქონდა საშუალება რომ მესმის რომ იქ თქვა პიცის დადებაზე, ვინც პიცს დებს, ისიც გადის მაგ ემოციას, იქ მესმის, მაგრამ მაინც ეს მასშტაბურობა რა, მაინც გონდეს ხარ. მე ანუ რათი შეიძლება ჩემთვის დღევანდელობა და იმიტომ რომ დღეს რაც ხდება მე მაგაში მაქვს მოცემა მიღებული ან დაგეგმარებასა თუ ან მის ვიზუალიზაციაში მართლა ვერაფერს ვერ ვიტყვი რომ იმდენად სიმბოლურია აი წამოიგნენ ჯარისკაცები დებენ ფიცს ყველა იმ ციხესიმაგრესთან ისტორიულ არა ძალიან ამაზია რატო არ შეიძლება ეს კომპონენტი დამატებოდა აი ეხლა რა წამოიგნენ ცი ეგ თვითონ ეს აღლომიც ხო ვირუსისგან სადღაცთან დაიწყო სავარაუდოდ რაღაც სუპერფერმანტიდან საფრთხე კავშირიდან რა წარმოგიდგენთ ამერიკა ჩინეთი რა გამოუყაროთ ვანახოთ ჩემთვის უფრო ცივილური ანუ ცოტა ისეთი ესთეტიკურიც არის დღევანდელობა ამ აღლომის სიმბოლური ჩვენების იმიტომ რომ ლამაზია ჩემთვის ლამაზია არის მაგრამ მე ვფიქრობ რომ კომბინირება შეიძლება ეგ იყოს რაღაც იცი რა შესაძლოა ბოლო, მაგრამ აი ეს რაღაც ჩამოვლა ამბავ მაინც მნიშვნელოვანი. მით უმეტეს ანუ ჯარისკაცი ხო აპარტიული და პოლიტიკური უნდა იყოს. მაგაზე ხო თახვდებით. შეიძლება აღუმინოა რომ ხო წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო ხა რომ როგორ არის 2013-ში თავას არ ჩაივარებინა აღული მაგიტო გადაგდა შეიძლება ეგ საგამოწმე ეგ უკვე შეიძლება სამწუხარო ანუ მოსემულობა არის მოკლედ კი ანუ გამო მაგრამ მე შეიძლება საწამულყო იცი სწორედ მე განმარტებას მომწია ვიცოდა ჯათავდაცვას რაღაც ანუ ჩემ მე უბრალოდ ესე ვხედავ და რა თქმა უნდა ჩემ პასუხობია ნახე რა შეიძლება წამოყვე რა ანუ ჩემი აზრით მაგალითად აღლომი რო იყოს ძველი პირველად გაგშენ გულს გაგების აღლომი რო იყოს მაგ შემთხვევაში რა მზადებასაც გადიოდა ქვედანაყოფები თავდაცვის სწავლები შეიძლება უფრო მეტი ყურადღება მიგვექცია უკვე ტექნიკისთვის ანუ რა ხდება ანუ საუბრობთ რომ ვიღაცა ხეიბავდა და ვიღაცა ანუ პატარა საქმე არ არის რომ ის დაუშვათ რაღაცა თვითმავალი საარტილერიო დანადგარი წამოიყვანო რუსთაველზე დაუშვათ შეიძლება რაღაც სხვა ქალაქიდან მოიყვანო გამართო ანუ იქ არ უნდა არ უნდა ბოლავდეს ესე რომ ვთქვა გამართული უნდა იყოს ყველანაირად აბსოლუტურად თავის ვიზუალით ან მაგ მხრივ შეიძლება წამოყვე რომ გარდა იმისა რომ ვიზუალურად და ტექნიკურ ფორმაში მოგიყვანა ანუ შეიძლება იმის ტრადიცია დარჩენილიყო რომ რაღაცა შეგვექმნა გვეყიდა უფრო მეტი შემოგვეყანა ეხლა რა მაგას წარმოდგენა სხვა არის კიდევ რომ ხალხს ეზეიმა და ენახა და აშერება ამას ვიღაც მოსწონდეს ეს ყველაფერი აი საჩვენებლად გვეყიდა მაგას ან ხო და არა რომ საჩვენებლად იცი რა საჩვენებლადაც თუნდაც იმიტომ რომ ეს რაღაც ხო შოუს ნაწილიც არის და ამ შემთხვევაში აღზევ რომ მე როდესაც ყოველ წელიწადს ვალდებული ვარ რომ საზოგადოების წინაშე წავდგე რაღაც ტექნიკით არა მარტო ვიზუალურ და ტექნიკური გამართვისა არამედ ხო ვიღაცას მობეზდა რა T72 ღამის ხედვით T72 ცოტა მუქიფერი ანუ ამ შემთხვევაში შეიძლება რაღაც აბრამსის სახელმწიფო ექნება და ქვეყანას ან აი მოკლედ ამ ამბავზე შევთანხმდით რომ ვერ შევთანხმდებით ძალიან ნორმალურია არის მოსწონს ვისაც არ მოსწონს გამოკითხო რომ ჩავატაროთ ვიღაც ეს მოსწონს ანუ მოკლედ და პრინციპში რო არ დავღალოთ მაყურებელი ნელ-ნელა გავიდეთ ბოლოსკენ მე მგონი პირველი დღისთვის საკმარისია შევთანხმდით რომ აღლომისთვის სამზადისი ჯოჯოხეთია მაგრამ აღლომი და აქვე ვიტყვი რა ანუ ძალიან დიდი მადლობა ყველას აი ვინც გერწოდებულ კოოპების მომზადებაში მონაწილეობას იღებს ადამიანები რომლებიც ეცემიან იმიტომ რომ ვერ უცლებენ ეს არ არის სირცხული ეს არის ანუ არც ვერავინ ვერ მოიმზადები ამისთვის იქ არის ნერვიულობა ზუსტად ეს ემოციები არის რაც ანუ არ გექნება სადმე გამოცდილი ესე რომ ვთქვათ
და ანუ ჩემთვის ძალიან შემადგენელი ნაწილია ყველაფერი რაც ხდება როგორც იქ მდგომი ოდესღაც იქ მდგომი ჯარისკაცისთვის და იქ განახული ამ სიტუაცია ჯარისკაცისთვის დიდი მადლობა ყველა ჯარისკაცს ვინც აი ამ დიდ მომზადებაში დღეს და ღამეს ათენებს და ძალიან ცუდად ამომივარდა და დამოვიწყდა რომ ანუ როგორ არის აი ჯარში ეს ხდება ამაზე ალბათ დავეთანხმებია რომ თუ დავუშვათ დაგვივარეს ჩვენ 6 საათზე და იყოს პირადად შემადგენლობა 6 საათზე თავისუფლების მოედანზე რა თქმა უნდა ჩვენ ვიღვიძებთ სადაც არ უნდა სულ იქვე რო ვიყოთ გვაღვიძებენ 2 საათზე ან შეიძლება დავიძინოთ წილის პერიოდი გვაქვს მაგრამ იმ მომენტში მზადება იწყება ერთი მეთაური ეუბნება მეორეს უნდა იყო 6-ზე დუებელს 4-ზე უნდა იყო ის რუბრიკას გადააგვაქვს და იყო 3-ზე უკვე აქ იყავით და ჩვენ გვაღვიძებენ პირველზე იმიტომ რომ რა იცი რა ხდება და ანუ იქ არ არის მარტივი გამოვიდეს ჯარისკაცი ყველაფერი აქვს აი ყველაფერი ჩადებული აქვს ჯარისკაცს რომ წარმოაჩინოს თავის გადანაყოფი თავის მუნდირი ტექნიკა და შეერაღება და ამით ის სიმბოლოები ანთოს ქვეყანაში რაც რადგან იმას ვაბარგოთ რა გამოუჩა და აი რა მომწონდა ძალიან მომწონდა მართლა ამ ამბის ეხა ფორმატი რაც არის რაც აღარ გვაქვს სამწუხაროდ უკვე ერთი წელია ჩარშან აღარ იყო პირველად არის ჩვენი პარტნიორები ჩვენთან ერთად ჩვენს დეპარტამენტში ხო აი ძალიან მართლა კარგია დასაფასე მოდი ესე შევხედოთ რა ანუ რა მნიშვნელობა ქონდა რომ ჩავდეთ ანუ ის კომპონენტი ხო ჩავდეთ ალბათ გულისხმობ ამერიკული და ბრიტანულის გამოსვლება ხო იყო რაღაც ელემენტები რა თქმა უნდა სასიამოვნოა არ არსებობს ანუ მართლა ქვეყნის მოღალატე იყო რომ ეს კარგად აღიქვა მაგრამ მოდი ესე შევხედოთ რა ანუ ალბათ ჩვენთვის საზოგადოებისთვისაც და ჩვენთვისაც მე ვარ ვიკამათოთ იქნება კარგი რომ ესე შევხედოთ იქნებ იმ მომენტისთვის კონკრეტული მისია ქონდა ორჯერ სამჯერ ხო არ ვიცით შეიძლება სამუდამო არ იყო ეს ყველაფერი როგორც ხო მაგრამ ჩემთვის მე თუ მკითხავ რა თქმა უნდა მე მინდა ჩემ საერთაშორისო მეგობრებთან ერთად წარმოს მაგრამ რა ჩემი მეგობარი ხომ მნიშვნელობა ხო ნუ არ არის აუცილებლად ამაზე წარმო შეიძლება ტაქტიკურად და ესე ვთქვათ სტრატეგიულად საერთოდ არც იყოს კარგი გამოვაჩინო. შეიძლება მისთვის არ იყოს კარგი, ესმის, ანუ ბევრი რაღაც მომენტია. მე ზოგადად რატო ვიზახი, იცი მე მინდა რომ რაღაცა აზრს არ ჩავეჭიდოთ და ესე უნდა იყოს, ან ესე არ რატო არ არის. ბევრი ვარიანტის განხილვის საშუალება მივცეთ ყოველთვის რაღაც მომენტს რა. მოგეთ დღევანდელი დღისთვის სულ ეს იყო. ჩვენ მომავალ შაბათს დავბრუნდებით ბევრი საინტერესო თემით, მათ შორის მინდა გთხოვოთ რომ კიდევ ერთხელ რომ გამოიწეროთ არხი ზარისხილად ჩართოთ და ლაიქებთ ვიდეო. ასევე თუ კი ჩვენ დღევანდელი თემებზე რაღაც კითხვები გაგიჩნდათ, რაზეც ჩვენ არ გაგვიჩნდა და არ ვილაპარაკეთ კომენტარებში დაგვიწერეთ ეს კითხვები და შემდეგ გადაცემაში აუცილებლად ამაზე ვილაპარაკებთ. და შემდეგ სერიაში ასევე გვექნება ლაპარაკი იმაზე თუ როგორ დაიწყო საერთოდ ყველაფერი, ხო? იქ რაღაცა მათ შორის წინდობშინაზე ვილაპარაკებთ და ამ თემაზე თუ გაქვთ რამე კითხვები რაც გაინტერესებს. ლოგიკური განვითარება მივიცეთ, მაგრამ თუმცა აი დავეთანხმები რატის თუ კონკრეტულად საზოგადოებაში ჩვენ მაყურებელს მომავალში იქნება თუ ასე შემდეგ, მომავალშიც გამოგადგება. რაიმე კონკრეტული თემა გაინტერესებს, მე რომ მკითხოთ, მე რაღაც ეხლა დღესაც მაინტერესებს თავდაცვაში რა მდგომარეობა არის, ან რა განვითარება აქვს იმ კანონს, ან რაღაც ნოს გაწევის კანონს. ან თუ ამასთან დაკავშირებით ნებისმიერ სხვა კითხვას, ანუ როგორ იყო 2008-ში, ან 2008-მდე, ან ერაყში რა ხდებოდა, ავღანეთში რა ხდებოდა, როგორ ემზადებოდით, რას ნიშნავს ჯარისკაცობა, წავიდეთ თუ არა ჯარში, დავკარგავთ. ეს არის კითხვები, რაც ჩვენ გვაქვს და რაზე ჩვენ ვილაპარაკებთ. ამის მიღმა რა კითხვებიც გაგიჩნდება. დაგვიწერეთ, მოგეთ, დაგვიწერეთ კომენტარებში ნებისმიერი კითხვა, რაც აი ამ თემატიკიდან გაინტერესებთ და ჩვენ ვიცდებით რომ ამაზე ვისაუბროთ. მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავით მომავალ შაბათამდე. აგვიმარჯოს. აგვიმარჯოს.